ქართველები ჰოლივუდში, ტარანტინოს ბოლო ფილმი და რა სხვა საინტერესო ამბებს გვიქადის კინოსამყარო. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს. სალამი ხალხო, თქვენს ტელეეკრანებზე, ან მობილურის ეკრანებზე, ან ლეპტოპის ეკრანებზე მაუწყებლობს არხი მეთოდი და დღეს მე მოგიმზადეთ რამდენიმე ამბავი კინოდან, რომელიც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში. ამიტომ მოდი დიდხანს არ შეგაყოვნებთ, შეგახსენებთ რომ უნდა გამოიწეროთ არხი, ასევე უნდა დაალაიქოთ, ასევე უნდა გაუზიაროთ თქვენს კინოვან მეგობრებს, რათა კიდევ უფრო კარგი და კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი გადავიღო. მეტი რა გინდათ? მეტი რა გავაკეთო, მეტი რა გთხოვოთ? ასე ცოტა, მე მგონი ჯერ არავის არ უთხოვია YouTube-ზე. დავიწყოთ. ესე იგი, ახალი რუბრიკის სახით მინდა დავამკვიდრო წინა ვიდეოებზე კომენტარების განხილვა, ამიტომ ეხლა წინა ვიდეოებზე იყო 3 კომენტარი სულ და ამ 3 კომენტარს წავიკითხავ და შევეცდები რაღაც საინტერესო პასუხი გავცე. ან რაღაც საინტერესო ანალიზი გავაკეთე, რა ვიცი, ნახოთ რა გამოვა. თამარ შარაშიძემ YouTube-ის სლენგით რო ვისაუბროთ, გაგვისპამა გულები, რის გამოც მას დიდი მადლობა. ასევე სოფო მათურელი 73559 დაწერა ბევრი კინო მაქვს ნანახი ჩემო კარგო და აი როგორ თქვა ადრე მსახიობები ბუნებრივად თამაშობდნენ, ეხლა ძალიან ხელოვნურები არიან და ეს ხელოვნურება არ მოსწონთ ალბათ და კიდევ ზედმეტი კომედიურობას არ ვარგა, ეს ჩემი აზრია, არ ვიცი, შეიძლება ვცდები. ეს ალბათ სოფომ დაწერა, როცა ვსაუბრობდი სუპერმენის და ფანტასტიკური ოთხეულის ფინანსურ box office-ის კრახზე რა, ანუ ცოტა ფული რო შეაგროვეს, ხო? ლეგიტიმურია, ეგრე იფიქრო, რომ პრინციპში სამსახიობო სტატობა დღეს თანამედროვეობაში უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ რეალურად ეს, რა თქმა უნდა, შეიცვალა მსახიობების მიდგომა. ეხლა უფრო დინამიკურია, უფრო სწრაფია, იმიტომ რომ მონტაჟიც შესაბამისია და ეგრე, ეგეთი სივრცე აღარაა დარჩენილი თამაშისთვის იმდენი, რამდენიც ადრე იყო, მაგრამ ჩვენ ახ ძველ ფილმებსაც ვუყურებთ, ძირითადად ვუყურებთ შედევრებს. ანუ რაც უკვე დროის გამოცდა რამაც გაიარა, რაც უკვე უეჭველი ვიცით, რომ კარგი ფილმია, იმიტომ რომ ცუდი ფილმი ახლა 1960-იანებში გადაღებული ცუდი ფილმი შეიძლება საერთოდ ინტერნეტში არც მოიძიებოდეს, იმიტომ რომ იმ დროს თუ ცუდი იყო და არავის არ უნდა და კაც შულს არ მოეწონა, ეხლა რაღაც 60 წლის მერე საერთოდ არ იქნება, საერთოდ დაიკარგება რა. და ახლა ძირითადად რასაც ვუყურებთ ძველი ფილმებიდან არის, შეიძლება შედევრები არა, მაგრამ ბევრისთვის მიჩნეული მნიშვნელოვან ფილმად. და ამიტომ ისტორიამ შემოინახა რა და თუ ეგეთ ძველს არ გულისხმობთ 90-იანების, 80-იანების, იქაც არის, ცუდი როლები და ცუდი თამაშები ყველგან არის სიმართლე გითხრათ. მე რაღაც პერიოდი შევისწავლიდი რაღაც 30-იანების ჰოლივუდს, რომელიც ითვლება, რომ ოქროს ეპოქაა მაგ დროს. ოქროს ჰოლივუდის ეპოქა 30-იანები, 40-იანები, მაშინაც იყო საშინელი ფილმები, მაგრამ ეგრე ზედაპირზე არ დევს რა, უფრო უნდა იქექო, რომ აღმოაჩინო რაღაც აბსოლუტური იდიოტიზმები გულისხმობა ის სამსახიობო ოსტატობის, მაგრამ ცხადია მსახიობობა შეიცვალა. მაგალითად, ეხლა უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, ახლა უფრო ემოციურად გამოხატავენ წინადადებას. ადრე უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ, ანუ ტექსტი უფრო მეტი იყო სალაპარაკო, თუ რო ნახოთ 30-იანების ან 40-იანების ან ცოტა უფრო მერე უკვე იცვლება, აი 50-იანებიდან მოყოლებული იცვლება სამსახიობო ხელოვნება, უფრო მეთოდ აქტინგი შემოდის მოდაში, მარლონ ბრანდოს გავლენით, მერე რაღაც ალ პაჩინო და მერე ეს და ამან პრინციპში შექმნა რაღაც თანამედროვე ჰოლივუდის სტანდარტი ამ პერიოდმა, რა 50-იანი, 60-იანები, 70-იანები რა, ეს ამ პერიოდმა უფრო 60-იანი, 70-იანები. რეალურად მათ შექმნეს ეგ შექმნეს რა, მათ გააპოპულარულეს ეგ სტილი. მე ალ პაჩინო, დე ნირო და სტანისლავსკის მეთოდი და იგივე ჰოლივუდში სტანისლავსკის მეთოდს, რომელიც შემუშავდა რუსულ თეატრში 20-იანი წლების მე-20 საუკუნის დასაწყისში ან თუ მე-19 საუკუნის ბოლოს, სადღაც ეგრე ჰოლივუდში გადმოვიდა მერე, აიტაცეს უბრალოდ ამერიკულ თეატრებში გადმოვიდა, მერე გადმოვიდა ჰოლივუდში და იქ უწოდებენ ამას method acting-ს. იცით თქვენ ეგ უეჭველი, უბრალოდ შეიძლება სახელი ასე არის, დენიელ დეი-ლუისის ცნობილი სცენა There Will Be Blood-დან არის აი method acting-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნიმუში. ხო, და რაც შეიძლება კომედიურობას პრინციპში იქვე გავეც პასუხი. ანუ მაგალითად სუპერმენთან
დისის სულ უწონებდნენ იმას, რომ ძალიან სერიოზულია, ძალიან მუქი ფერებია, ყველაფერი რაღაც ირონია არ არის და სუპერმენი მაგიტო პირიქით რა, ეგ ხალხს უფრო მოეწონა, რომ კომედიური იყო. მაგრამ შენიშვნა პრინციპში ლეგიტიმურია, იმიტომ რომ Marvels რო რაც დაემართა ეხა, რომ მაგალითად მეოთხე ტორი Love and Thunder, მე მგონი ეგრე ქვია, აი ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ყველა მესამე ფრაზა იყო ხუმრობა, ოღონდ კაი ხუმრობა არ იყო, იყო რაღაცა პოსტირონის ცუდი ნიმუში რა, ყველაფერი საერთოდ მაგ ფილმში. და მაგიტო ჩავარდა რა ეგ ფილმი და ზოგადად Marvel-ის ეგ ნიშა, რომ სულ კომედიურია, სულ გადაობენ, სულ ირონიზირებენ, აღარ მოწონთ ხალხს რა, ყელში ამოვიდა ყველას. და პრინციპში ეგ შენიშვნაც და ხელოვნურების შესახებ შენიშვნაც ლეგიტიმურია, უბრალოდ ეგრე ცალსახად ვერ იტყვი, რომ აი ადრე ბუნებრივები იყვნენ და ახლა ხელოვნურები. არა, უბრალოდ ეპოქები იცვლება და შესაბამისად კინოს ენა იცვლება, იმიტომ რომ ადამიანების ზოგადად სოციოლოგია იცვლება რა, აი ადრე ადამიანს იმდენი საკომუნიკაციო არხი და იმდენი სიამოვნების წყარო არ ქონდა და ამიტომ დოფამინის რაღაცა ნერვული სისტემა უფრო ის იყო რა, უფრო ნაკლებად გადამწვარი იყო და ეხა ადამიანის ყურადღება რომ მიიქციო სკროლვის ნაკადში, სულ სხვა ხერხებს უნდა მიმართო, უფრო კლიპურ აზროვნებაზე გათვლილს და უფრო დინამიკურს რა. და შესაბამისად აქტინგიც იცვლება. ანუ ხელოვნურება ბუნებრივობის თემა რამდენად ლეგიტიმურია მაგაზე საუბარი მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ვერ ხვდები ზოგადად მაგას როგორ აფასებენ რა, აი რა არის ხელოვნური, რა არის ბუნებრივი. მე სხვა კრიტერიუმით ვაფასებ. მე ვაფასებ იმით, აი მუშაობს თუ არ მუშაობს. ანუ რამდენადაც მე მიყვარს მაგალითად ჭრიჭინაში ჭყალებში ხელოვნური თამაში, იმდენად არ მიყვარს რაღაც 90-იანების ან 80-იანების ქართულ ფილმებში ხელოვნური თამაში. ანუ ხო ხვდებით, თავარია რომ მუშაობდეს, თავარია რომ ჩარჩოში იყოს, თავის ჩარჩოში იყოს და რეალურად მსახიობი არ უნდა ფიქრობდეს ხელოვნური ბუნებრივზე, ჩემი აზრით. მსახიობი უნდა ფიქრობდეს და რეჟისორი ასთავარი, იმიტომ რომ ის აფასებს მსახიობის თამაშს. ის უნდა ფიქრობდეს ეს ამ მოცემულობაში ეს თამაში მუშაობს თუ არ მუშაობს. ეგა მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, ხო? ხო, ეს იყო სოფო მათურელის კომენტარი. შემდეგ კომენტარი არის გიორგი 9594. დიდი კომენტარი იყო. დიდი კომენტარი დაწერა გიორგიმ, ესე იგი კინოინდუსტრიას მარტო მაშინ ეშველება, კომიქსებს დაფუძნებული ფილმები და სერიალები ყველას ყელში რომ ამოუვა და მაგ ჟანრში დახარჯული მილიარდები სხვა ჟანრებზე რომ გადანაწილდება. მაგიტომ რაც მეტ სუპერმენისა და თუ ფანტასტიკური ოთხეულის მსგავს ნაგავს გამოუშვებენ, მით უკეთესია, რადგან ჟანრის კვდომას უფრო დააჩქარებს და კინოს რენესანსი მარტო მაშინ მოხდება, როცა კომიქსებზე დაფუძნებული ფილმებიც იგივე ბედს გაიზიარებს, რაც თავად კომიქსებს. ხო, პლუს თანამედროვე პროპაგანდა და ლიბერალური ცენზურა, რომ საბოლოოდ გადაილახება ტიპებმა იმდენად გარეკეს, რომ ფილმებში როლებზე კვოტები აქვს დაწესებული ცენზურისა და ხელოვნების განადგურების მაგას დიდი მცდელობა რაღა გინდა. ორნაწილიანი კითხვა, პირველი ნაწილი ეხება ესე იგი იმას, რომ კინოკომიქსები რო აღარ იქნება მოდაში, კინო მაგით იხეირებს. ამაზე მარჩიელობა ცოტა ისეთია, ქვია, ყავაზე მარჩიელობას გავს რა, ანუ არ არის აქ რაღაც ისეთი მონაცემები არ გაქვს რა, ჩემი აზრით, რომ ზუსტად გათვალო, აი უშუალოდ კინოკომიქსები თუ უშლის ხელს თანამედროვე კინოს ხარისხს, არ არის რა, აუცილებლად ჭეშმარიტება. მაგრამ ის რომ კინოკომიქსების ბიუჯეტი რო გადანაწილდეს და უფრო გონებრივად რო დაიხარჯოს და უფრო ცოტა რო სტუდიებმა რაც ახალი ჰოლივუდის დროს 70-იანებში წავიდნენ დათმობაზე დამოუკიდებელ შემქმნელებთან, ხო? რომლებსაც არ ეშინოდათ 18+ თემების, ან უხამსი, ან ნაკლებად ესთეტიკური მიდგომების არ ეშინოდათ. და ამით მე სტუდიებმა ეგ დაინახეს, გარისკეს, მისცეს გზა ამ ხალხს და მივიღეთ ისეთი შედევრები, როგორიცაა ტაქსი დრაივერი, როგორიცაა Godfather-ი, როგორიცაა Scarface-ი თუნდაც, როგორიცაა Conversation-ი, როგორიცაა აპოკალიფსის დღეს. რავი, ანუ ხო ხვდებით რაზეა საუბარი და იგივეა აქაც ახლა. უნდა გარისკონ, უნდა დიდმა სტუდიებმა კინოსამყაროები მომავალია, ახლაც აწყოა ისედაც და მომავალში უფრო მეტი კინოსამყარო გაიჩნდება დიდი ალბათობით და ფრანშიზები, ანუ ეგ ჯერ კიდევ კაიხანი არ გადაილახება, მაგრამ უნდა შეამცირონ ცოტა ბიუჯეტი, უნდა იფიქრონ, რომ გადაიღონ რაღაც ისეთი კინო, მოკლედ რო მარტივად რო ვთქვა, აი უფრო მრავალშრიანი ვერ ჩამოვაყალიბე ღმერთო ჩემო.
მოკლედ იმის მაგივრად რაც წინა ვიდეოში თქვი რა იმის მაგივრად რომ 250 მილიონი ერთ ფილმში დახარჯონ გადაიღონ რამდენიმე ფილმი სხვადასხვანაირი ფილმები და არ შეეშინდეთ გარისკვის და მაგათის მესმის ახლა ბევრი ექშენ სცენა იმიტოა საჭირო რომ აი მაყურებელს უშუალოდ კინოთეატრში მოუნდეს ამის ყურება და არა სახლში იმიტომ რომ სახლში ბილეთებში იმდენ ფულს ბილეთებში საერთოდ არ იხდე ფულს და ფული არ შემოდით იმათ და ეგიც მესმის გამიგრძელდა ძალიან ამ თემაზე მე არ ვთვლი რომ მოკლედ ჩამოვაყალიბებ რა მე არ ვთვლი რომ კინოკომიქსები არის კინოს პრობლემა როგორც ასეთი საერთოდ არ ვთვლი ამას მაგრამ სტუდიების მიდგომა რომ დახარჯონ ერთ ფილმზე ძალიან ბევრი არის არასწორი მორჩა მეორე ნაწილი არის ცენზურაზე და თანამედროვე პროპაგანდაზე იგივე ლიბერალური ცენზურა პრინციპში ლიბერალური მანდამაც სწორი სიტყვა მე არ მგონია და woke უფრო სწორი მგონია არა woke არამედ woke ხო რაშიც პრინციპში რაღაც ვეთანხმები ხო თავის დროზე wokeism მოდაში იყო იგივე რაღაცა 2010-იან წლების პირველ აი ჰარვი ვაინშტაინის თემა ახალი დაწყებული რო იყო და მოდაში იყო და რაღაცა კარგი რაღაცეები მოხდა მაგ პერიოდში ანუ 2000-იანებში თუნდაც და მე რავი როგორც ნებისმიერი თემა რომელიც იწვევს რაღაც რეპრესიებს, რაღაც ცენზურას, რაღაც აკრძალვებს, ეგიც გადავიდა აბსურდში, რა თქმა უნდა. და ეხლა რავი, Snow White-იც რაღაც მოხდა მაგალითად ის რომ ნაღდი ჯუჯები რო არა თამაშეს, რომ ჯუჯების გზნობები არ რაც შეურაც, კი არა და ჯუჯების გზნობები არ ყოფილიყო შეურაც ყოფილი. ბოდიში ამ ცუდი ქართულისთვის, მაგრამ ვერ ჩამოვაყალიბე სხვანაირად. და ხო და უბრალოდ აბსურდამდეა მისული და გადაილახება ჩვეულებრივად მე არ მგონია რომ ეს რამეს გლობალურად რამეს დაღუპავს რომ wokeism უკვე აღარაა მოდაში და ნელ-ნელა მიინავლება და გაქრება რა როგორც თავის დროზე მაგალითად გაქრა მაკარტიზმი რის გამოც რავი მაკარტიზმის იმენა მაკარტიზმის გამო არა მაგრამ მანამდე ანუ კომუნიზმის დევნის და ამერიკაში რაც ხდებოდა რა რომ ვინმე შეამჩნევდნენ რაიმე სახის კომუნისტურ განწყობებში და всё იგივე ჩაპლინი მაგის მსხვერპლი გახდა და გააგდეს კაცი ქვეყნიდან და რავი ანუ 50-იანებში ჰოლივუდში რაც ხდებოდა დაგუგლეთ მაკარტიზმის პერიოდი იგივე ცენზურა იყო დაახლოებით რა იგივე რეიგანი რომელიც მაგ პერიოდში მსახიობი იყო ცნობილი იყო მაშინ კი არა და ცნობილია რომ კომუნისტებს აღმოაჩენდა ბრჭყალებში ან ნაღდ კომუნისტებს ჰოლივუდში ან ვითო ვიზეთს ეჭვს აიღებდა და ჩაუშვებდა ცენზურაში და პრობლემები ექნებოდა ამ ხალხს ანუ ეგ იყო რა ზოგადად ხელოვნებას და ცენზურას ეგეთი ურთიერთობა აქვს სულ არსებობს რაღაც პოპულარული პოლიტიკა კონკრეტულ ეპოქაში იქნება ეს რაღაცა შუა საუკუნეების მერე რაღაც მონარქიის დიდება და მსგავსი რაღაცეები და სულ ხელოვნება მაგასთან ურთიერთობაში იყო ხან მაგის უღელის ქვეშ იყო უმეტესად ეგრე იყო ხან მაგას ეწინააღმდეგებოდა რაღაც მიწისქვეშა ნაკადების სახით და ანუ ეგ ჩვეულებრივი ამბავია ამიტომ არ იფიქროთ რომ ახან ჰოლივუდში ახლა wokeism-ია ეგ ახლა ჭირს ზოგადად ხელოვნებას და კინოს და ეს რაღაც უნიკალური მოვლენა არა და უბრალოდ გადაილახება რა მე არ ვფიქრობ რომ ეგ დიდად სადარდებელი რამე იყოს რა ანუ მით უმეტეს ახლა როცა 2030 წლამდე ალბათ wokeism-ი კინოში მე მგონი ვერ გაძლებს რა რაღაც თავის ადეკვატურ ნორმებამდე დავა ის სიკეთე რაც მოუტანა ჰოლივუდს იმას დატოვებს და ცუდი თავისით რაღაცნაირად გაქრება ალბათ მეც მარჩიელობ ახლა მეც არ ვარ დიდად ამ თემის სპეციალისტი ხო ეს იყო სულ კომენტარები რაღაცებს ალბათ ძალიან გამიგრძელდა ლაპარაკი ალბათ რაღაცებს დავჭრი იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოდის ვერ ხედავ ახლა რამდენი გამოვიდა ეკრანზე მაგრამ ნუ საკაიფოდ ვიბაზრე მაგრამ ნუ რაღაცებს დავჭრი კაროჩე მე ვფიქრობ რომ კარგი რუბრიკა მე ძალიან მომეწონა თქვენთან ას პირდაპირ ეთერში ჯერ არ მაქვს და ასე ვერ საუბრობ მაგრამ ნუ ამ სახით რატომაც არა ხო და კომენტარით ამ ვიდეოზეც როცა ბოლომდე უყურებთ რაიმე აზრი თუ გაგიჩნდებათ ვიდისკუსიროთ ვილაპარაკოთ ვიმასლაათოთ დიდი სიამოვნებით შემდეგი ესე იგი რაზეც მინდა დაგელაპარაკოთ ეს არის რა ფილმები ვნახე ამ დღეებში პირველი არის ფილმი იარაღები წინა ვიდეოში ვისაუბრე ზაკ კრეგერის ფილმი ვნახე ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა ვიყავი მარტო კინოთეატრში იმიტომ რომ არ იყო კავიას არ გაუკეთებია მაგრამ მაინც კარგი მარკეტინგი ამ ფილმისთვის არ დაგისპოილერებთ არაფერს გარდა სინოფსისისა ანუ რაც წერია ისედაც არის ესე იგი ჰორორი იმაზე რომ სკოლის ერთ-ერთი პატარა ქალაქში ერთი კლასის ბავშვები დაიკარგებიან სადღაც არავინ არ იცის სად და დარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი ამ კლასში
და ნუ მასწავლებელს აბრალებენ ამ ყველაფერს, ამ კლასის დამრიგებელს, რა ამ კლასის დამრიგებელს თამაშობს ჯულია გარნერი, ამ ფილმში ასევე თამაშობს ჯოშ ბროლინი, რომელიც არის ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის მამა. ჯულია გარნერი მშვენიერია, მე არ ვიცი Silver Surfer-ში რატო კი არა და ფანტასტიკურ ოთხეულში რატო აიშეს ეგეთ როლში. განაცუდია მშვენიერია მაგ როლში, უბრალოდ ერთჯერადი როლია და ცოტა ეხავს, იმიტომ რომ მშვენიერი მსახიობი, ძალიან უნიკალური გარეგნობა, ქარიზმა აქვს და ნუ მაგარია რა. და ამ ფილმშიც მე ძალიან მომეწონა, მაგრამ თვითონ ფილმი სტრუქტურულად ძალიან საინტერესოა რა და სტორიტელინგი აქვს, როგორ თქვა, გამართული, არ მოგწყინდება, გულისხმობ აი სტორიტელინგის მხრივ, მაგრამ ძალიან სტრუქტურული ფილმია. და თითქოს ის არა აქვს რა, ემოცია არა აქვს, უბრალოდ მშრალი ფაქტებით, თითქოს აი ფილმის ვიკიპედიის სტატიაში შედი, საიტზე და წაიკითხე ფილმის სიუჟეტი. და თითქოს ესაა რა, სული არ ჩაბერეს რა ამ ფილმში თითქოს. არის მარტო ფორმა და ფორმა საინტერესოა. მაგრამ მე ამ შემთხვევაში უმცირესობაში ვარ, იმიტომ რომ აბსოლუტურ უმეტესობას მოიწონა ეს ფილმი თან ძალიან. მე ფილმის ყურების დროს უბრალოდ ემოციას არ განვიცდიდი. გულისხმობ აი შტაბეშტილების მხრივ, მაგრამ მე თვითონ მიყვარს მრავალფეროვანი სტორიტელინგი და რაღაც სხვადასხვა ხოდები და რაღაც და ამ მხრივ დამაინტერესა. თორე ისე ჩემთვის ამ ფილმს არანაირი ემოცია არ დაუტოვებია, დარბაზიდან გამოვედი, საერთოდ საფიქრალი არ მქონდა ამ ფილმზე. ფინალი ისეთი მოსაწყენი ფინალი აქვს ჩემთვის, რომ რავი. მაგრამ ნუ მე არ მომეწონა, მაგრამ როგორც გითხარით, უმცირესობაში ვარ. რავი, იხილეთ თქვენ თვითონ განსაჯეთ კარგია თუ არა. ხო. თუ იარაღები იყო მოკლებული რეფლექსიას, ფილმი ჩაკის ცხოვრება, სადაც თამაშობს ტომ ჰიდლსტონი, არის აი ძალიან რეფლექსიური, ძალიან ფილოსოფიური და ძალიან საინტერესო მართლა. აი ემოციებს და შტაბეშტილებებს ეს ფილმი გიტოვებს, რასთავარია საფიქრალს გიტოვებს და ძალიან სასიამოვნოა. ეს არის ესე იგი ჩაკის ცხოვრებაზე ფილმი შესაბამისად, ოღონდ მოყოლილი პირიქით, ანუ სიკვდილიდან ახალგაზრდობამდე. სიკვდილიდან ბავშვობამდე, რა სკოლის ასაკამდე. ანუ მესამე თავით იწყება, მეორე თავი, პირველი თავი რა და პირველი რიგში ეს სტრუქტურა ძალიან ეს სპოილერი არა, ეგ ანუ წერია ყველგან და ისედაც იწყება ფილმი მესამე თავიდან, ანუ და გასაგებია რაც ხდება იქ. და ჩაკის ცხოვრების პირიქით ცხოვრების პარალელურად არის სამყაროს აღსასრული რა, ანუ დგება სამყაროს აღსასრული. ჩაკის ცხოვრებასთან ერთად და ჩვენ ვიგებთ ამ ჩაკის ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან დეტალებს, აი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, რას განიცდიდა, რას ფიქრობდა, როგორ რეფლექსირებდა თავის მომავალზე. აი ზუსტად ამ საინტერესო სტორიტელინგით მისი რეფლექსია მომავალზე, ანუ ბავშვობაში მისი რეფლექსია მომავალზე ძალიან ლამაზად იშლება რა. და ნუ ძალიან მარტივი ფილმია, გულისხმობ გაუგებარი არაფერი არ ხდება საერთოდ, მაგრამ ძალიან რეფლექსიური, ძალიან სავსე აზრებით. და ამ მხრივ ბევრ საფიქრალს გიტოვებს რა და მე ძალიან ვისიამოვნე. მე ძალიან მომეწონა მოკლედ და შეფასებებიც მშვენიერი აქვს. შემდეგი ესე იგი წინა ვიდეოში თქვი რომ იურიული პერიოდის სამყარო, კი არა და პარკი ვთქვი და იქ და სამყაროა. არ მაქვსო ნანახიო და მე ვუყურე. ვერ ვიტყვი რომ სასწაულია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ცუდი პროდუქტია. საოჯახო ფილმია, კი ახლა იცით ხო, იურიული პერიოდის სამყარო, ძალიან დინოზავრები ჭამენ ადამიანებს და ნუ საშიშია, მაგრამ კინგ-კონგიც ხო თავის დროზე საოჯახო ფილმი იყო, ჩემთვის იყო. მე ძალიან პატარა უყურე კინგ-კონგს და ნუ შემეშინდა ახლა უბრალოდ ნუ ის არ იარაღები არ არის ბავშვებისთვის. და ეს აბა ბავშვი რო გაერთოს რაღაც თუ ევასება ეგეთი ჟანრი, რაღაც ცოტა friendly საშიში ფილმების და თან survival-ი, თან ოჯახი, თან თვითონ ფილმში ოჯახია, რომელიც უნდა გადარჩნენ, სკარლეტ იოჰანსონი თამაშობს და აი ძალიან მარტივი, ძალიან ბანალური სიუჟეტით, მაგრამ ნუ ლამაზი, კაი სცენები, ექშენი, ხოცვა-ჟლეტა და ასწორებს რა გაროჩე. დიდი არაფერი. კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც რატომღაც მინდა რომ გაგიზიაროთ, მაგრამ ნუ ისა რა ქვია, მე სადგამე უნდა დავითრიო რაღაცნაირად, просто აქ არ ვიცი როგორ მოვარგო ისე რომ თან თლიანად არ დამიფაროს სახე, ისედაც ეს მიკროფონი მიფარავს სახეს რა და თან რომ удобнად ყუდრო გარემო იყოს მაინც რა რაღაც ძალიან ტექნიკა და ძალიან ეს არ მინდა რა და ცოტა წვალობ, მაგრამ ნუ ნიჩიო. ხო, ეს საერთოდ არის ბავშვებისთვის, ეს არის იტალიური ჰორორ ფილმი ზომბებზე,
უმბერტო ლენზის კოშმარების ქალაქი. უბრალოდ უმბერტო ლენზის კოშმარების ქალაქი, ალბათ. Короче, აბსურდი, სრული იდიოტიზმი, დებილი პლოტ ტვისტი, უდებილესი, აი რავი, ბავშვობაში რომ მოგცემდნენ დავალებას, რაღაცა ამბის წერის ამბავში, ამბის წერის წერაზე და რომ დაწერდი და აი ბოლოს ყველაზე ცნობილი პლოტ ტვისტი ხო იცით რა? რაც გაგახსენდებათ რა, პირველი პლოტ ტვისტი, არ ვიტყვი მე, თქვენ უეჭველი ხვდებით, ალბათ. აი ყველაზე ბანალური და კლიშე პლოტ ტვისტი რაც არის, ეგ არის ამ ფილმში. მაგრამ თუ გევასებათ იდიოტური სლეშერი ზომბებს და ზომბებია, ოღონდ Dying Light-ში, თამაშ Dying Light-ში როა ზომბები, ისეთი ზომბები, ანუ სტრაფები და მკვდარი ადამიანები არ არიან, ეს არიან ინფიცირებული ადამიანები. ტარანტინო ლაპარაკობს ამ ფილმზე და მაგიტომ უყურე და დამაინტერესა და მომეწონა. თავისი აბსურდით, იდიოტიზმით, დებილით, ბანალურობით, მაგრამ ნუ მაგარია რა. და სიუჟეტი მოკლედ აეროპორტში ჩამოდის თვითმფრინავი, ამ თვითმფრინავის არ ელოდნენ, ნახავენ, გააღებენ ამ თვითმფრინავს, იქიდან გამოვა მეცნიერი, უბრალოდ ელოდნენ მეცნიერის მოსვლას, იქიდან ჩამოდის ესე იგი მეცნიერი, რომელიც აღმოჩნდება ზომბი და მე მთელ აეროპორტს დედას უტირებენ და ორი ადამიანია და ფიქრობენ როგორ უშველონ თავს. გოგო კაცი და ქალია რა, რომლებიც არ იცნობენ საერთოდ ერთმანეთს გადაიყარნენ უბრალოდ. და всё, აი ამას მოგიყვებით მარტო, ეს არის სადღაც პირველი 30 წუთი. და სასტიკი ფილმია ძალიან, ყველაფერი ხდება ვაფშე ამ ფილმში, რაც შეიძლება სისასტიკის ამბავში მოიფიქრო, ბავშვებმა არ უყუროთ, 18+-ია. მაგრამ ნუ რავი, თუ გიყვართ ეგ ჟანრი, უყურეთ, თუ არ გიყვართ ეგ ჟანრი, ეგ ფილმი ნამდვილად არ არის ის, რომ აი პირველი რასაც უნდა უყურო ამ ჟანრის შესაყვარებლად, ეგ არაა. რახან ვახსენე ტარანტინო, კიდევ ახალი ჭორი გავცელდა. მართლა ჭორია, ანუ დადასტურებული არაფერი არა, მაგრამ ნუ ხელებ მეკავება, ენა მეკავება, უბრალოდ რომ გითქვათ კი არ, გითქვათ. გითხრათ, ახალი ფილმი, ანუ დაანონსდა, რომ დაიწყება ფილმის გადაღება დეკემბერში. წერია მთავარ როლებში, ესე იგი, ნახავი ხა, რო არ მოგატყუოთ. ესე იგი, ამ ჭორების მიხედვით ტარანტინოს ბოლო ფილმში მოგეხსენებათ, მეათე ფილმში თამაშობენ ბრედ პიტი, უმა ტურმანი და სემუელ ელ ჯექსონი. ხო, კასტი მშვენიერი, უბრალოდ დადასტურებული ჯერ არაფერი არა, თან შარშან წინ ხო გავრცელდა რომ კინოკრიტიკოსი იღებდა, ანუ ფილმს ერქვა ეგრე კინოკრიტიკოსი და უნდა ყოფილიყო ესე იგი 70-იანებში მისი საყვარელი კინოკრიტიკოსის შესახებ, ქალის შესახებ პოლინ კაელი. იყო ეგეთი New York Times-ის ყველაზე ცნობილი კინოკრიტიკოსი ამერიკაში, ძალიან ცუდი ენა ჰქონდა, არ ერიდებოდა ცუდის თქმა ფილმებზე, მაგალითად Star Wars, პირველ Star Wars-ზე New Hope-ზე თქვა, რომ ერთ-ერთი ლამაზი მაგ ფილმში რაც არის, ორმაგი მზის ჩაცვლაო და всё. ანუ ეგეთი ქალი იყო და ამაზე იღებდა ფილმს და მე ეჭვი მაქვს რომ მართლა მაგაზე იღებს ბოლო ფილმს, იმიტომ რომ ხო გავრცელდა ჭორები, მე რაღაც ფოტო დაიდო ეს სცენარი რაღაც ფურცლებით მიდის სადღაც რა და უეჭველი ამას არ მოიწონა რომ ასე მუსირებდა პრესაში ეგ თემა და თვითონ თქვა მე რომ ღიად რა ჟურნალისტების თქმით ახსენა რომ всё აღარ ვიღებთ მაგას всё დამთავრდა ეგ პროექტი და ეხლა კიდევ ჩითება ჭორები და ალბათ ეს არის ის რომ ამას არ მოიწონა რომ უკვე დაიწყო ყველამ ლაპარაკი და ეს გაიზდებოდა ეს მედიაში ყურადღება ამ ფილმის მიმართ და ამიტომ თქვა რომ всё აღარ ვიღებო რა და უეჭველი იღებს. მე მგონია რომ ისი ბოლო ფილმი ეგ უნდა იყოს და კლიფ ბუფის შესახებ, Once Upon a Time in Hollywood-ის შესახებ ფინჩერი რო იღებს სერიალს, ეგ პრინციპში გასაუდინებათ, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ, ხო, რაღაც კვირანახევრის წინ გავიგეთ ეგ. ტარანტინო ბოლო ფილმი არ ვიცი რაზეა, მე ვფიქრობ რომ არის კინოკრიტიკოსი და ეს არის პოლინ კაელი. ჩამოდივარ ფსონებს, მეგობრებო. კუში არის ძალიან დიდი, მაგრამ მე ტარანტინო ძალიან მიყვარს. ტარანტინო არის ჩემი soulmate და ამიტომ მგონია რომ მასთან ერთი სულიერი ხაზი მაქვს და ხვდები რა უდევს თავში. ესე იგი, შემდეგი ამბავი, რომელიც რეალურად იმიტომ მოვიყვანე, რომ ტარანტინოზე გავაგრძელო საუბარი, ჯეკი ჩანს მისცეს საპატიო ჯილდო ლოკარნოს ფესტივალზე შვეიცარიაში. ეხა მიდის ეგ ფესტივალი და რატო ვახსენე ახლა ეგ ჯეკი ჩანი ყველა მისცეს და დიდ საპატიო ჯილდო რომ მისცეს ეგ დიდად განსახილველი ამბავი არა, მაგრამ Hollywood Reporters YouTube-ზე აქვს გადაცემა round table. მოყავთ რეჟისორების round table, ანუ გვალი მაგიტა და საუბრობენ რეჟისორები, საუბრობენ დრამის მსახიობები, საუბრობენ კომედიის მსახიობები და ასე შემდეგ რა და რეჟისორების round table-ზე იყო ტარანტინო და წამყვანმა დასვა კითხვა, რომ დროის კაფსულა რო იყოსო. სადაც მხოლოდ ერთი სცენის ჩასმის უფლება გაქვთ.
რას ჩასვამთ, რომელ სცენას აირჩევდითო და ერთმა თქვა დენი ბოილმა, მგონი რეჟისორმა თქვა, რომ აი კოსმოსური ოდისეის ის ცნობილი ჭრა, როცა ძვალი კოსმოსურ ხომალდად გადაიქცევაო, მეორემ ვიღაცამ რაღაც სერიოზული ფილმი თქვა, მესამემ რაღაცა და ამან თქვა ტარანტინომ თავის სტილში თქვა თქმა უნდა ის უნდა იყოს რაღაც შეკი ჩანის ფილმიდან რომელიმე სცენა, მაგალითად პოლიციის ისტორია 3, რაღაც Police Story 3-ის ბოლოს სცენა, კულმინაციური სცენაო. ტარანტინოს გარდა სხვას რო ეთქვა, დაცინებდნენ, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ტარანტინო როა და ეგრო თქვა, ყველა უყურებდა როგორც დაჟე რიდლი სკოტი იყო იქა და განაცუდი ფილმია, მშვენიერი ფილმია. მე მომწონს ძალიან. ზოგადად ჯეკი ჩანი დიდი რეჟისორია და მსახიობი. და უბრალოდ მარტო იმიტომ ვთქვი, რომ ტარანტინოს აუთენტურობაზე და უნიკალურობაზე გამესვა ხაზი, ამას არასდროს არ გავმაზავ. შემდეგი ამბავი, ხვალ 12 აგვისტოს, ან უკვე დღეს, არ ვიცი ამას როდის დავდებ, ალბათ დღესვე დავდებ საღამოს, ანუ 11 აგვისტოს. ხვალ 12 აგვისტოს გამოდის უცხოს სერიალი, სახელად უცხო მიწა. უცხო არის სამეცნიერო ფანტასტიკის ტოპ 3 ალბათ ფრანშიზებიდან, ეს არის რაღაც Star Wars-ი, Star Trek-ი და უცხო. ეს 3-ია ტოპში. თქვენ შეგიძლიათ სხვაც გაიხსენებთ, რა თქმა უნდა, ფრანშიზის სახით, მაგრამ ეს 3 მთავარი რა. მით უმეტეს მთავარი ესთეტიკის გაგებით, ანუ 3-ვეს აქვს რაღაც აუთენტური ესთეტიკა რა. რაღაც Star Trek-ი უფრო დრამატურგიაზე, უფრო დიალოგებზე აგებული და უფრო შატლებზე აგებული რაღაც ესთეტიკა, შატლების შიგნითა კაიუტები და ეს ყველაფერი რა. Star Wars-ი უფრო არის აი კოსმიური ოპერა, კოსმოსური ოპერა, რაც უძახიან უფრო პლანეტები, უფრო დიდი სივრცეები, დიდი პეიზაჟები და დიდი ამბები პრინციპში. და უცხო, ეს არის უფრო ჩაკეტილი სივრცე, უფრო სიბნელე, უფრო კლაუსტროფობია, უფრო ჰორორი და ამით გამოირჩევა რა უცხო. და მე სულ მიყვარდა. მის ყველა ნაწილი მიყვარს თითქმის რა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პირველი უცხო, მეორე უცხოები უკვე კემერონის პირველი რიდლი სკოტისაა, ხო? და მე თუნდაც განახლებული რაღაც პრომეთე, Alien Covenant-ი და ეხა ბოლო Alien Romulus-ი ერთი და იგივე ფორმულა აქვს. მიდის უნდათ რაღაცა შეიკრიბება crew წავა კოსმოსურ ხომალდით უცხო პლანეტაზე, უცხო პლანეტაზე რაღაც საშინელებას აღმოაჩენ, რომელიც სახეზე შეახტება, ერთ-ორს გადაარჩენენ, ეს 1-2 შემოვა ხომალდში, ამიტომ მე ამოვა რაღაც მონსტრი, ქსენომორფი, ეს ქსენომორფი გაიზრდება და დაბრიდავს ყველას ერთის გარდა, ის ერთ ძირითადად ქალია, უმეტესწილად. და ეს ქალი მე ამ ქსენომორფს დაბრიდავს და წამოვა უკან და ეგაა პრინციპში ყველა ეს ფილმი რა. და პატარ-პატარა საინტერესო პლოტ-ტვისტები არის სულ, რომელიც რაღაც არიადნას ზაფივით გასდევს თლიან ფილმს ლაიტმოტივად. და მე რაღაც საინტერესო პლოტ-ტვისტად გვეჩითება, როგორც მაგალითად Alien Covenant-ში ხდება, ან თუნდაც პრომეთესში რა. მაგრამ ძირითადი ჩონჩხი, ხერხემალი ეს სიუჟეტია და ვნახოთ უცხო მიწაში რას იზამენ. მე ძალიან მაინტერესებს. თან შოურანერი არის ტიპი, რომელსაც გადაიღო, რომელიც შექმნა Fargo. ანუ გენიალური სერიალი რა, შედევრი სრული. და ვნახოთ, როგორ გაართმევს ამას თავს. ძალიან საინტერესო იქნება, ხვალ დაიდება ორი სერია და იმედია მაგარი გამოვა. შემდეგი ამბავი, თორნიკე გოგრიჭიანი მორიგ ჰოლივუდურ ფილმში ითამაშებს. ეს ფილმი არის Matchbox-ი, მთავარ როლს აქ თამაშობს ჯონ სენა. Matchbox-ი არის რაღაც სათამაშო ამერიკული მანქანების სათამაშო, მე როგორც მივხვდი, რაღაც ვინტაჟურ მანქანები, პატარა მანქანებს იმაშვებიან, რა ქვია, ამზადებენ. ანუ Hot Wheels-ი ცალკე თემა რა, მე თავიდან მეგონა ეგ მანქანა რო აი უკან რო გაწევდა თავის დრო იქოქებოდა, არა ეს სხვა როჟაა საერთოდ და რაც თავარია. ბარბის წარმატების შემდეგ მატელის კინოსტუდიამ გადაწყვიტა, ბარბის ფლობელი კომპანიის კინოსტუდიამ გადაწყვიტა, რომ მატელის კინოსამყარო შექმნან რა და ეს Matchbox-ი არის მათი ნაწილი. ამ კინოსამყაროს ნაწილი და შეიძლება გოგრიჭიანს უფრო მეტი თორნიკეს, უფრო მეტი ისქნას რა, უფრო მეტი screen time იქონდეს, იმიტომ რომ ამ ფილმში ითამაშოს, მე ეს პერსონაჟი რაღაც საინტერესო გაიჩნდოს, მნიშვნელოვანი და სხვაგან გადავიდეს კინოსამყაროს ამბავში ან სიკველებში და ნახოთ შვენიერია რა. Extraction-ში ძალიან შტამბეშტავი იყო თორნიკე, მე ძალიან მომწონს მისი როლი მანდ. წარმატებები უსურვოთ, მართლაც დიდი მსახიობი გყავს და ძალიან კარგია რომ ჰოლივუდში როგორც იქნა გაიჩნდა ტიფლისთან მოყოლებული, მას გულშემატკივრობ და ძალიან მიყვარს მისი სამსახიობო მიდგომა.
როგორც უდგება როლებს. მაგალითად აი ვარდო სანიძეს პოდკასტში ნახეთ, გოგრიჭიანი როგორც საუბრობს, თავის როგორ ემზადებოდა როლისთვის. რამე აქ არ მოვყვები, მაგრამ გადადით ნახეთ. ძალიან საინტერესოა მართლა. და წარმატებები თორნიკეს იმედია Matchbox-ი ძალიან კარგი ფილმი იქნება, რაც კიდევ წინ წაწევს მის კარიერას. ესე იგი, Batman 2-ის გადაღებები იწყება 2026 წლის გაზაფხულზე, რაც უკვე გვიანია რაღაც პონჩი, იმიტომ რომ 2027-ში უნდა გამოვიდესო ამბობენ და ძალიან უცნაურია. შეიძლება გადაიდოს არა გამორიცხული და ეხა ნახეთ. ჯეიმს განმა რა გააკეთა. აი სახალისო ხოა სუპერმენი რა, ხიარული ტიპი ხო გაიჩით? ცოტა ისეთ ტიპი რა, რაღაცებს რო ვერაკეთებს, კარგად და მოუხერხებელი როა. ბეტმენი ხოა ძალიან სერიოზული ტიპი და ეს ხოა ცოტა კი არა და ძალიან ნათელი ტიპი. ამათი დაპირისპირება იქნება ძალიან საინტერესო და არა ისეთი როგორიც იყო ზაკ სნაიდერთან. აი რავი, უბრალოდ მითოლოგიური ტიტანების ჩხუბი და არანაირი ხასიათი ამ ორ შორის განსხვავებული არ იყო და ეგ დაპირისპირება ახლა პატინსონის და კორენსვეტის ბეტმენ სუპერმენის იქნება ძალიან საინტერესო რა ჩემი აზრით, ჩემი გემოვნებით, ხო? ესე იგი ოქტომბერში უნდა გამოვიდეს და ალბათ საქართველოში არ გამოვა, მაგრამ მე მაინც აღნიშნავ, რომ უნდა გამოვიდეს ფილმი სახელად Good Boy, დაიდო ამის პოსტერი და რატო დამაინტერესა ახლა ეს ფილმი. არ არის დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმი, არ არის ბლოკბასტერი, პატარა ფილმი, ინდი ფილმია და მთავარი ისტორია არის ძაღლის პერსპექტივიდან მოყოლილი. ესე იგი, ოჯახის წევრის სიკვდილის შემდეგ ტოდი თავის ძაღთან ერთად, ინდისთან ერთად გადადის ძველებურ რაიონულ ფერმაში, რაღაც ეგრე რა. ამბობენ, რომ ამ სახლში ოსულები არიანო, მაგრამ ტოდს არ ეშინიაო და ეს ძაღლი იწყებს ამ სულების ხედვას. ძაღლის ფიოვი როგორ იქნება გადაღებული, ძალიან მაინტერესებს, როგორ გააკეთებენ ამას. და ეს ფილმი შეიძლება საერთოდ კაი ხანი არ დაიდოს სტრიმინგზე, მაგრამ მაინც მაინტერესებს, შეიძლება ამოუჭრა, იქ ნაწილი არ ვიცი, მაგრამ ნახოთ რა როგორ გამოვა. ანუ ეს ძაღლი მოკლედ იწყებს ამ სულების ხედვას. ეს სულები იწყებენ რაღაც ცუდი რაღაცის დაგეგმვას და ეს ჩემი სახო ძაღლია და პატრონს ვერაფერს ვერ ეუბნება. ამიტომ თვითონ უნდა მიხედოს ამ ყველაფერს და სულებს თვითონ უნდა შეებრძოლოს. ანუ ძალიან საინტერესო ჭირს. რაღაც ჰორორი ძაღლის პერსპექტივიდან მოყოლილი. ანუ ეს არ არის კუჯო მაგალითად ძაღლია მთავარი მტერი. აქ პირიქით ძაღლია მთავარი გმირი. შემდეგ ესე იგი მორიგი დრაკულას ეკრანიზაცია, უბრალოდ დრაკულას მორიგი ეკრანიზაცია, იგივე ლოკარნოს ფესტივალზე. პრემიერა ჰქონდა რადუ ჟუდეს ფილმს დრაკულას და რადუ ჟუდემ მანამდე გადაიღო ფილმი, რომელიც დღემდე არ დევს არსად, კონტინენტალ 25, ეს რუმინელი რეჟისორია, მშვენიერი რეჟისორი. გირჩევთ მის ფილმოგრაფიას, 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს სულ და ჩაუჯექით, ძალიან სხვანაირია, ეს სამივე ფილმი სხვანაირია და თუ გაინტერესებთ აი პოლიტიკური კინო, როგორი უნდა იყოს, ერთ-ერთი სახე მისი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახე ეს არის რადუ ჟუდეს ფილმები ნამდვილად რა. და ეს დრაკულაც ალბათ ეგ სტილში იქნება, როგორც ჩანს და როგორც ტრეილერიდან ჩანდა, მაგრამ ახლა დრაკულა ხო გადაიღო და ეხა წერს ფრანკენშტეინს, რომელიც ასევე მოგეხსენებათ, ანუ რადუ ჟუდემ წერს ფრანკენშტეინს და გილერმო დელ ტოროს ფრანკენშტეინი გამოვა. იქეთა წელს ალბათ, როგორც ამბობენ. და ამ ფრანკენშტეინს ითამაშებს სებასტიან სტენი რადუ ჟუდესთან. და სებასტიან სტენი არა მარტო ფრანკენშტეინს ითამაშებს, ანუ ფრანკენშტეინს დოქტორ ფრანკენშტეინს ვინ შექმნის ამ მონსტრს, არამედ თვითონ მონსტრსაც ითამაშებს სტენი. და ძალიან საინტერესოა, ანუ სებასტიან სტენი საინტერესო მსახიობია, კარგი ნიჭიერი კაცია, იგივე ბაკი ბარნს მაგრა თამაშობს და სხვა როლებშიც მშვენიერია, ბოლოს აგერ ტრამპი ითამაშა და კინაღამ ოსკარი მოიგო და ნახოთ. იმედია კარგი გამოვა. ანუ ყველაფერზე ამას ვამბობ, მაგრამ რატო უნდა ვუსურვო ფილმს გამოვიდეს ცუდი, მე ვხვდები თუ ვიღაცა რა თქმა უნდა ცუდი პიროვნების გაკეთებული არა და მაგჩემ თხოვეს ახლა მარტო ერთი ადამიანი ხო არ აკეთებს ფილმს. ამიტომ ყველა ფილმს რომელიც გამოდის ვუსურვებ ყველაფერს კარგს და წარმატებას. გარდა რუსული პროპაგანდისტული ფილმებისა, ხო? ეგეც არის. Final Destination-ი, რომელიც კაი ხანი არ გამოდიოდა და ეხა გამოვიდა. ახალი ნაწილი, რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, რომელიც არის ძალიან კარგი მართლა. მე ძალიან მომეწონა, ალბათ წლის ყველაზე ლამაზი გულისხმობ ესთეტიკურად და რაღაც ამბავია. Final Destination ისეთი ამბავია და ისეთი ისა აქვს, რა ქვია, იდეა აქვს, რომ ძალიან მარტივია მასში სასპენსის დაცვა. და კარგი სასპენსის ჩვენება და აქ არ შეცდნენ რა, იმიტომ რომ ახ წინა ნაწილებში პირველი 3-ის გარდა მე არც ერთი არ მომწონს და ეს ძალიან კარგია და ახალს იღებენ. ისე გაამართლა და მართლა ძალიან გაამართლა ფინანსურადაც, რომ ახალ ნაწილს იღებენ და აგერ ახლა ცოტა ხანში იქნება ახალი ნაწილიც, რაც მშვენიერია.
შემდეგ კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი გვაქვს. ქართველზე მოგიყვებით, ნიკა აგიაშვილი, ცნობილია იმით, რომ გადაიღო თბილისი I love you-ს ერთ-ერთი ეპიზოდი და მე გადავიდა ამერიკაში, მანამდე 2009-ში აქვს ფილმი, 2012-ში აქვს ბაიოპიკი, ესე იგი კაცზე, ბერძენ კაცზე თუ არ მეშლება, რომელიც მიდის ამერიკაში, რომ წარმატებას მიაღწიოს და რაღაც ეგეთი ისტორიაა რა. და იმის მერე არაფერი არ გადაუღია, წავიდა ამერიკაში და პრინციპში შორტი აქვს ერთი და ერთი სცენარი დაწერილი, მეტი არაფერი. და ეხა იღებს ფილმს ნეონუარს, სხვადასხვა ნეონუარს რაღა იყო და ნეოვესტერნს, რომლის პროდიუსერი არის ყოფილი UFC-ს ყოფილი ჩემპიონი მაიკლ ბისპინგი, ვისაც გიყვართ UFC, ყველა მისთახა ვინაა მაიკლ ბისპინგი, მე არ ვიცოდი. ცოტა ხნის წინ ამდენ სანამ სტატიას დავიკითხავ პრინციპში, გაგონილი მქონდა, მაგრამ ჩემპიონი და რამე ეგეთი თუ იყო არ ვიცოდი. დიდი ბიუჯეტის არაა მოგეხსენებათ, ერთ სახე, ცოტა ფული ექნება. მაგის რო კარგი ფილმი გადაიღოს, მაგრამ მოგეხსენებათ სულ ფული არ წყვეს ყველაფერს საერთოდ. აგერ ცოტა ხნის წინ ხელახლა უყურე Quiet Place, რომელიც 13 მილიონადაა გადაღებული და რავი 200 მილიონზე მეტი მე მგონი შეაგროვა box office-ი და არის მშვენიერი ფილმი. ფილმი სადაც საერთოდ არ არის საუბარი თითქმის. მაგრამ რო უყურებ ისეთი კარგი გადაღებულია რეჟისურა, ისეთი კარგია, თუ ზოგადად რეჟისურა უნდა შეამოწმო ხმის გათიშვით. აი ხმას თუ გათიშო და შენ ხვდები რა ხდება და შენთან ეს გზნობები მოდის, ემოციები, ესე იგი კარგი რეჟისურა. და Quiet Place-ში ძალიან კარგი რეჟისურა. პირველში და მეორეში. ნიკა აგიაშვილის ნეოვესტერნს ქვია The Madness of Judge Jeremiah Doherty. მთავარ როლს ამ ფილმში ასრულებს კუბა გუდინგ ჯუნიორი, რომელიც ოსკარის ლაურეატია, ჯერი მაგვაიერში მან მოიგო ოსკარი საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის. და ამ ფილმზე ესე იგი დედლაინი წერს, რომ არის რაღაც Men on Fire-ი, No Country for Old Men-ი და Sicarios მსგავსი ფილმი, ესე იგი, ხო? პრინციპში ნეოვესტერნზე პირველი No Country for Old Men-ი გახსენდება. და ესე იგი, ეს არის კაცზე, ტეხასელ მოსამართლეზე, რომელიც გადაურჩება კარტელის მკვლელობის მცდელობას რა. და მის ცოლს მოიტაცებენ და მასზე ამბობენ, რომ მას ყველას გონია ტეხასში, რომ ის მკვდარია რა. მე ესე იგი წერია, რომ ის დაუმეგობრდება იმ მკვლელს, რომელიც კარტელმა გამოაგზავნა, რომ ის მოკლან და მასთან ერთად იწყებს ამ შურისძიებას რა. ანუ მას რა თქმა უნდა არც კანონი იცავს, ვერ დაიცავს ახლა მკვლელთან ერთად მეგობრობს და რაღაცა ეგეთი ისტორია და რავი, საინტერესო ჟღერს. რაც თავარია ჟანრულად ჟღერს და ქართველებისგან სულ მაინტერესებს როგორ გაართმევენ თავს ჟანრულ ფილმს რა. იქნება ეს ვესტერნი, იქნება ეს ჰორორი, იქნება ეს კომედიებს, კაი, ბევრს ვაკეთებს და ისეთია რა, კომედია მაინც ისეთია. ასევე კინომოყვარულებს, რომელს ყველა ვიცით ჰიტის შესახებ, ფილმი ჰიტი 90-იანებში მაიკლ მენის გადაღებული რაღაც რეალისტური, ძალიან სასტიკი კრიმინალური დრამა, ალ პაჩინოს და დე ნიროს საუკეთესო ფილმი, სადაც ისინი ერთად არიან ეკრანზე, ის ძალიან ცნობილი სცენა ბარში, მათი დიალოგის, სამსახიობო ოსტატობის პიკი, ალბათ თან ორი განსხვავებული, ჩემი აზრით, მაინც განსხვავებული სკოლის, განსხვავებული მანერების პინგ-პონგი, ძალიან მაგარია. იღებენ, ესე იგი, მაიკლ მანი იღებს სიკველს. და ვისაც ფილმი გაქვთ ნანახი, გაგიჩნდებათ კითხვა, ანუ ამ ფილმს რანაირად უნდა გამოვიდეს სიკველი ამ ფილმიდან, ხო? და მე აღმოაჩინე, რომ ამ კაცს 2022-ში წიგნი დაუწერია, ჰიტის სიკველი, რა, ოღონდ წიგნად. და ეხლა მაგაზე ფილმს იღებს და ჭორების მიხედვით ამბობენ, რომ მაიკლ მენმა დაკერა დიკაპრიო. და პრინციპში დიკაპრიო თუ თამაშობს სადღაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ეგ ხარისხის ნიშანია რა, იმიტომ რომ ამ კაცმა თუ აირჩია ამ ფილმში თამაში, ესე იგი რაღაც ძალიან საინტერესო ხდება ამ ფილმში რა, იმიტომ რომ თითქმის არ მაზავს ხოლმე დიკაპრიო, სულ რასაც ირჩევს, სულ ყველა, ახლა არც ერთი უმეტესობა, შედევრი ბევრი არ არის ახლა, მაგრამ კარგებია რა უმეტესობა, რასაც ირჩევს. ახლა თომას ანდერსონთან მაინტერესებს როგორი იქნება პოლ თომას ანდერსონთან და ვნახოთ, მოკლედ და ამასაც დაველოდოთ ერთად. და ასევე დაველოდოთ ჯეიმს მანგოლდის ფილმს, რომელიც იქნება ძარცვაზე, რომელიც იქნება ჟანრული ფილმი და სადაც მთავარ როლს ითამაშებს ტიმოტი შალამე და ჯეიმს მანგოლდი ჟანრულ კინოში ძალიან მაგარია, ვისაც არ გაქვთ ნახი მატარებელი იუმასკენ თუ იუმაზე, რუსული თარგმანია, იმიტომ რომ რაღაც ციფრები აღარ მახსოვს, იუმა თუ 513 რაღაც იუმა თუ 513 რაღაც ეგრე ქვია, ორიგინალში თუ არ მეშლება. რავი, კლასიკური იუმაც ნახეთ, 50-იანებში გადაღებული ვესტერნი და მერე ნახეთ ჯეიმს მანგოლდის რემეიკი, სადაც თამაშობს თუ არ მეშლება, კი არა, სადაც თამაშობს
ვა, დამოვიწყდა გლადიატორის სახეობის სახელი. იუმა 5:13 კი არა, 3 და 10 თუ იუმა, ეგრე ქვია, 5 და 13 რატო? ანუ საათის სიმაზეა რა, ანუ დროა სინამდვილეში. ხო. და თამაშობს Russell Crowe და თამაშობს Christian Bale და აი მამის ისტორიაზეა და მამაშვილის ურთიერთობაზე და აი შედევრია ეს უბრალოდ იმიტომ გამახსენდა რომ ჟანრული, სუპერ ჟანრული ფილმია რა, ვესტერნი და ახალ ჟანრულ ფილმს იღებს ძარცვაზე და ჯეიმს მანგოლდი მე ძალიან მომწონს როგორც რეჟისორი, თითქმის არ მაზავს და ახლა ტიმოთი შალამესთან რო გადაიღო, ნუ კაი დიდი არაფერი აქვს ბობ დილანზე, მაგრამ სამაგეროდ სხვა ბაიოპიკი აქვს, რომელიც მუსიკოსი, რომელიც კარგია რა, მე მომწონს ეგ. Walk the Line, Joaquin Phoenix-ი და Reese Witherspoon-ი რო თამაშობენ. ძალიან კარგია. მოკლედ და ეგიც ძალიან კარგი განაცხადია, ძალიან საინტერესო იქნება. რა გამოვა ამ ამბებიდან, დიახ. და კიდევ ერთი საინტერესო აფიშა შემხვდა, Nobody 2. კაი ხნის წინ დაიდო ტრეილერი, ტრეილერზე არ მაქვს საუბარი. Nobody 2 გამოდის 14 აგვისტოს. Nobody პირველი იყო, კაი ისტორია. გადაიღო პირველი ნაწილი გადაიღო ილია ნაიშულერმა. და ნუ კარგი ამა ჯონ ვიკის ვარიაციაა რა, უბრალოდ ცოტა სხვა მასშტაბები და ცოტა სხვა ტიპაჟი და Nobody 2-ის უფრო რაღაც პოზიტივ, უფრო ნათელი ესთეტიკა აქვს, ნათელი ფერები აქვს, იმიტომ რაღაც პლიაჟზე ხდება, ეთყობა მოქმედება. პოსტერიდან გამომდინარე ვამბობ. და ბობო დენკირკია ბოლოს და კარგია, კაი მსახიობია, კაი საყურებელია და ვნახოთ რა იქნება. 14 აგვისტოს. მე ვნახავ და შეიძლება არ ვნახო კიდევ, ანუ შეიძლება კინოთეატრში არ ვნახო და პირატულად ვნახო აქ სადმე საშინელ ხარისხში, იმიტომ რომ კინოთეატრისთვის 20 ლარის დახარჯვა დამენანოს. არაა გამორიცხული. დღეისთვის საკმარისია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მე მგონი წინა ვიდეოს შედარებით უფრო მეტი ვილაპარაკე და შეიძლება უფრო მეტი ამოვჭრა კიდეც და ამიტომ უფრო პატარა გამოსცეს ვიდეო, მაგრამ არ იფიქროთ რომ მე ლაპარაკი დამეზარე, მე ლაპარაკი არასდროს არ მეზარება. უბრალოდ მე მონტაჟის დროს უხერხულობას განვიცდი ჩემი ნალაპარაკებიდან და მინდა რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოსცეს თუ როგორი დაბალ ინტელექტუალური, თუ როგორი პლანქტონის IQ მაქვს და როგორ არ შემიძლია სინამდვილეში კინოზე სიღრმისეულად საუბარი, იმიტომ რომ ერთხელ მე ასეთი ფრაზა მითხრეს, რომელიც ძალიან გულში ჩამჩა, აი შენ კინოზე აღარ გააკეთო არაფერი. თავი დაანებე კინოსო და აი იმის მერე ვცდილობ დავამტკიცო რომ პირიქით კინო არის ჩემი ძმებო მე კინოზე უნდა ვისაუბრო მეტი რაზე უნდა ვისაუბრო მეტი რა შემიძლია მე მეტი არაფერი არ შემიძლია მე შემიძლია უბრალოდ კინოზე ვისაუბრო ისე თითქოს კინოში მაგრად ვერ ყვევი მაგრამ ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია მე საკუთარ თავზე ეგეთ დასკვნებს არ გავაკეთებ მოდი დროზე დავასრულოთ ეს ტვინის ლოპობა დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი რომ დაალაიქოთ ვიდეო და რაც თავარია. სამეგობროში ხო ყავთ ხალხი, ვისაც კინო უყვართ, ვისაც უყვართ კინო. ანუ თქვენ თუ კინო არ გიყვართ და ამას ამდენი ხანი უყურებთ, საღოლ მაშინ ესე იგი, ჩემს მიმართ გაქვთ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება. შეიძლება. ხო. მაგრამ დიდი ალბათობით ეგ არა შეუძლებელია, იმიტომ რომ პირველივე წამში გათშავდით. ეგრე რო ეგ ვერ მოხდებოდა. ხო. კინო მოყვარული მეგობრები თუ ყავთ, გაუზიარეთ, კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარით აუცილებლად თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, კომენტარებში გესაუბრებით და მე ვიდეოშიც უფრო გაშლილად პასუხობთ, როგორც ნახეთ და დაგემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდობიან დღეს, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს და თუ ეხა ლოგინში ხარ და ამ ვიდეოს ტელეფონში უყურებ და დაძინებისთვის ემზადები, გისურვებთ კბილ ძილს. იო. კარგად.